ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მაღაროელების სასამართლო პროცესი დაიწყო, თუმცა ტექნიკური გაუმართაობის გამო პროცესი 16 ივნის 12 საათისთვის გადაიდო. დღევანდელ პროცესზე შესავალი სიტყვა ორმა ადვოკატმა თქვა. დაკავებულების მხარდასაჭერად ქუთაისში ჭიათურიდან მაღაროელების ახლობლები და თანამებრძოლები ჩავიდნენ. შეგახსენებთ, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ნეფარიძეს და მერაბ სარალიძეს 6 წლით და 3 თვით, არჩილ ჭუმბურიძეს და თენგიზ გველესიანს კი 4 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაცვის მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი სისხლის სამართლის წესით 2025 წლის 29 აპრილს დააკავეს. საქმეზე გამოძიება თავდაპირველად ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით მათ ბრალი დაუმძიმდათ. სააპელაციო სასამართლოს ნაწილმა ადვოკატებმა, ვისაც შესაძლებლობა მიეცა, რომ ეთქვა თავისი შესავალი სიტყვა, წარმოაჩინეს ის უზუსტობები, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან იქნა დაშვებული თავის განაჩენში. სასამართლოს მხრიდან ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, უზუსტობა იყო გამოკვეთილი დაცვის მხარის მხრიდან, რომელიც ჩვენ საკმაოდ ვრცელ სააპელაციო საჩივრებში ავსახეთ. პირველი ინსტანციის სასამართლო იყო სრულად მიკერძოებული პროკურატურის მხარეს, სრულად გაიზიარა პროკურატურის, ასე ვთქვათ, შუამდგომლობა და ფალსიფიცირებული და ყალბიმტკიცებულებების და მოწმეების ურთიერთსაპირისპირო გამომრიცხავი ჩვენებების საფუძველზე მაინც მიიღო მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა გამამტყუნებელი განაჩენი და ამის შედეგად ბიჭები 6 წლით მერაბ სარალიძე და გიორგი ნეფარიძე და 4 წლით არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი სამწუხაროდ გაუშვათ ციხეში. თუმცა ჩვენ ველოდებით სააპელაციო სასამართლოსგან მეტ ობიექტურობას